ყოფილს. ეხლა ოცნებაში რა ხდება, იცით, ივანიშვილი იმდენად გავლენიანი იყო, აი დღემდე პრინციპში, რომ ქართულ ოცნებაში წარბს რო აწევდა ყველანი, ესე იგი წკიპზე იყვნენ და მისი სიტყვა თქმაც არ ჭირდებოდა, ისე იყვნენ პრემიერ-მინისტრებს ერთი მართლა დაუბღვირა და უკან მოუხედავად გარბოდნენ, ისე რომ არც ერთ და არც მეორეს წესიერი კომენტარი არ უთქვათ, რატო გადაწყვიტეს იქიდან წასვლა, ხო? მაგრამ გაბანძდა გასაგებად რო ვთქვათ, უფრო გასაგების ზმნა რო გამოვიყენოთ, ბიძინა ივანიშვილი გაბანძდა ბოლო დროს, მისი ავტორიტეტი აღარ არის ისეთი, როგორიც იყო კი არა და ძალიან დაცემული, იმდენად რომ 5 ჯერ შეკრიბა, 7 საათი იკრიბებოდნენ და იმას ვერ მიაღწიეს, რომ გარეთ გასულებს კიდე არ ეთქვათ, გედი ფოფხაძეს ლაგამი ვერ ამოსდო და ბესელიას გადიოდნენ და კიდე ილანძღებოდნენ და გოგი ჩაიშვილის და სხვების, ხო? შიგნით მოერღვა, აღარ არის, აღარ ზის ქურდად ბიძინა ივანიშვილი, შიგნითაც კი გარეთ რო ხალხი აგინებს, რას და როგორ ეს ძალიან კარგად იცის, ნუ იმედია იცის, როგორც აგინებენ მას მთელი საქართველოს იმედგაცრუებულობის გამო და შიგნითაც აღარ აქვს სიტუაცია, შიგნითაც აღარ არის ავტორიტეტი, შიგნითაც აღარ არის გავლენიანი, ჭარბინდობა იმასთან აღარ აქვს ბესელიასთან. მაგრამ ეს იქით იყოს და მედიამაც არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, რომ მართლა რომ ზარდიაშვილმა უთხრა ბესელიას, ბესელიამ უთხრა ზარდიაშვილს, ამის მიღმა მიდის ძალიან სერიოზული რაღაცეები. საპენსიო რეფორმაზე მაგალითად გასაჩერებელია და ყველაფერს გავაკეთებ მე მაგალითად იმას რაც შემიძლია, რაც ძალი და ღონე მაქვს, რომ ნებაყოფლობითი გახდა